წინა ბლოკის ბოლოს დავავნოსეთ ძალიან პოზიტიური ნიუსი და ამ პოზიტიურ ნიუსს გავაგრძელებთ ახლა ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები იქნებიან ქალბატონი ბეკა ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პროგრამების სამმართველოს უფროსი და ბატონი გელა ჩივიაშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი. გამარჯობა ჩვენი სტუმრებისთვის და როგორც დაანონსებული თემიდან შეიტყვეს ჩვენ მაყურებლებმა ზუდუსკიპოს გარკვეული ტიპის, რომლებიც არის HER2 პოზიტივი, ანუ ეს არის ადამიანის ერთ-ერთი ტიპის ინსულინი, მოკლედ მაყურებელს თავროს შევაწყინოთ მისი ზუსტი განმარტებით. მასზე მოქმედი ძალიან მძლავრი საშუალება, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია ამავდროულად, რომელიც ძალიან გამოცდილად, ეს არ არის ექსპერიმენტი, მაყურებლებს ასევე უთხრათ. საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და ამაში მონაწილეობს როგორც თბილისის მერი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 3 მილიონი ლარი, აღსანიშნავია და ისიც ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ მიხედვით ამ გადაწყვეტილებამდე და რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს, რო გითხრათ ბატონო გელა თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით პირველ რიგში. ნამდვილად თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ეხება იმ ქალბატონებს და საკმაოდ აგრესიული კიბოა, როგორც ეს ისაუბრეს სპეციალისტებმა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ სწორედ მივედით, იმიტომ რომ რეალურად ეს პრეპარატი ბაზარზე უკვე წლებია შემოსული არის, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ის სამიზნე ჯგუფი დანიშნული სქემის შესაბამისად ბოლომდე ვერ ახორციელებდა მკურნალობის მიყვანას, იმდენად ძვირად ღირებული იყო ეს პრეპარატი. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საჭიროებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო, რომ იმ ქალბატონებისთვის, რომელსაც შესაბამისი სქემით ჰქონდათ დანიშნული, რომ ბოლომდე მიიყვანათ ეს მკურნალობა და არ ყოფილიყო ფინანსური ფაქტორი აქ შემაფერხებელი. ამის გამო სწორედ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა რამოდენიმე შეხვედრა და სწორედ ერთობლივი კოორდინაციით მოხდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა მწარმოებლის წარმომადგენლობასთანაც, რომელიც საკმაოდ სახელმწიფოებრივად მიუდგა ამ თემას და უბრალოდ ციფრებში გამოიხატება, რომ თუ ბაზარზე პრეპარატი კომერციული ფასი იყო 5500 ლარი, ამ პროგრამებისთვის უკვე აღნიშნული ფასი განახევდა პრაქტიკულად და შეადგენს 2700 ლარს. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასდაკლება არის და პლუს ამას კიდევ ბიუჯეტი უზრუნველყოფს უკვე დანიშნული სქემის შესაბამისად, ეგრეთ წოდებული ტარგეტული თერაპიის შესაბამისად საჭირო ყველა ფლაკონის ღირებულების ანაზღაურებას. თბილისის მერიის შემთხვევაში ეს არის სოციალურად დაუცველი ქალბატონებისათვის, რომელსაც 150,000 ქულა აქვს 100%, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში 80%. ანუ ამ პროგრამაში თუ მოხდებიან ის ადამიანები, ვისაც უკვე დაწყებული აქვს, ამ მოვთქვათ რა არის ეს პრეპარატი, ეს არის ჰერტეფინი, ეს კომერციული დასახელება, რომელიც გამოყენებას მგონი არ არის მაინც შემოწმებული. მე მგონი საზოგადოებაში დამაყურებელს გავრცელებულია და ყველასთვის გასაგებია, რაზეა საუბარი, როდესაც ჰერცეპტინს ახსენებდა, შეგვიძლია დავარღვიოთ ეს წესი. ხო, მათთვის გასაგები იქნება, რაზე ვსაუბრობთ და ამიტომ. ანუ ეს ქალბატონები, რომლებიც უკვე იღებენ ამ წამოს, თუ მოხდა ჩაერთვებენ ამ პროგრამაში. ანუ აქ ვინც იღებენ, ვისაც დაენიშნა, მთავარი არის რომ პროგრამა დაიწყო და ამ მოხდებიან, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომლის პირველადი დიაგნოსტიკა არის HER2 დადებითი პირველი, მეორე, მესამე სტადია. ანუ ეს არის ერთადერთი პირობა ამ პროგრამაში მოხვედრას ამ ქალბატონების. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს თქვენ თბილისის მერის წარმომადგენელი ხართ, მაგრამ ეს პროგრამა ქალბატონო ეკა არ მოხდება მარტო თბილისში და განხორციელდება მთელ საქართველოში და ჯანდაცვის სამინისტრო როგორ მონაწილეობს ამ პროგრამაში? დიახ, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან, ასე ვთქვათ, ღიად შეუერთდა მერის ინიციატივას, აქედან გამომდინარე, რომ როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, ძალიან ბევრია საქართველოში ესეთი პაციენტი და მათი მომართვიანობა ინდივიდუალურ რეჟიმში ძალიან დიდი იყო, თუმცა ყოველ ჯერზე ვერ ვახერხებდით სრული მკურნალობის დაფინანსებას. შესაბამისად, ძალიან, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი არის ეს, რომ სრული კურსის დაფინანსება უზრუნველყოთ ესეთი პაციენტების და მათ რეალურად შანსი მიეცათ იმისი, რომ რეალურად განიკურნონ. აქედან გამომდინარე შევუერთდით ამ აქციას ჩვენც და საქართველოს თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობის გარდა დანარჩენი ქალბატონებისთვის, ვისაც გააჩნია ეს კონკრეტული დასახელების და კონკრეტული სიმსივნე, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს 80%-იან თანადაფინანსებას მედიკამენტის ღირებულების და
შესაბამისად ეს იქნება რა თქმა უნდა სრული კურსის რაც რა ხანგრძლივობის არის? იცით ეს არის წლიური 13 ფლაკონი, ანუ წლის განმავლობაში 13 ფლაკონი საჭიროებთ მათ, თუმცა სრული კურსი როგორც ვიცით 18 ფლაკონამდე არის, შესაბამისად პროგრამა გაგრძელდება და მემორანდუმით რომელიც გაფორმებულია ჩვენსა და მწარმოებელ კომპანიას შორის არის 2 წლიანი ამ წუთას და შესაბამისად მათთვის ეს იქნება სრულად. ანუ შემდგომშიც გაგრძელდება დავშეთ კურნალობის რაღაც თუნდაც იმ 18 ფლაკონიანი კურსის შემთხვევაში დავშეთ შედეგი არ იქნება ისეთ დამაკმაყოფილებელი ამის შემდგომ რეალურად პაციენტებს ექნება შესაძლებლობა რომ სრული კურსის დაფინანსება მიიღონ სახელმწიფოსგან. ბატონო, თუ არის წინასწარი პროექციები და გათვლები დაახლოებით რამდენი ადამიანი ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით? დიახ, თქვენთან ბრძანდებოდნენ ონკოლოგები წინა ამაში ჩართოში, მათ აღნიშნეს რომ საქართველოში დაახლოებით ეს არის წელიწადში 1300-1500 ახალი შემთხვევა სიმსივნის და აქედან 20-30% ჰერორდადებით სიმსივნეზე მოდის და ესე ვთქვათ სტატისტიკური გათვლებით ეს არის დაახლოებით 200-250 ადამიანი თბილისის გარდა და თბილისში არის 130-150 დაახლოებით ესეთი რიცხვია ამ წუთას რაც გვაქვს არსებული სტატისტიკური მონაცემები, თუმცა არის მოლოდინი იმისიც, რომ შეიძლება უბრალოდ არ ჩანდნენ ეს პაციენტები იმის გამო, რომ ხელმისაწვდომი არ იყოს კურნალობა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს გათვლაც რეალურად არსებობს. მაგრამ ასე მოყოლებს რომ უთხრათ ეს არ არის პირველი შემთხვევაში ზუსკიბოს ფინანსდება, ზუსკიბო აქონდის ფინანსდება და სახელმწიფო პროგრამით. დიახ, სახელმწიფო პროგრამებით და იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ონკოლოგიური დაავადებები, ასევე ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ესენი დაფინანსებული ეს არის წლიური 12000 ლარის ფარგლებში, თუმცა რაც შეეხება ტარგეტულ მიზანმიმართულ თერაპიას, ეს გათვალისწინებული არ იყო, არ არის ამ პროგრამის ფარგლებში არც ახლა და ამას ახერხებდა დაახლოებით 5-10% ისიც რეფერალური, როგორც მე გითხარით, ინდივიდუალური კომისიის დახმარების ფარგლებში, როდესაც ინდივიდუალურად მომართავენ და რამდენიმე ფლაკონის შემთხვევაში შეიძლება დაფინანსებულიყოს. საერთოდ ნებისმიერ ინიციატივას, როცა ეს ინიციატივა იბადება ხოლმე, მოყვება ხოლმე გარკვეული კრიტიკა. თუნდაც ერთ-ერთი რაც ხსენია, არის ის, რომ ისიც არსებობდა უკვე ძუძუს პროგრამა და რა საჭირო იყო ახალი პროგრამის შემოქმედება და არის თუ რა ეს მიზანმიმართული ხარჯი. როგორც ვიაღნიშნეთ, წამალი არის ძალიან ძვირად ღირებული, გასაგებია, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, ან სკეპტიკოსებს რო უპასუხოთ ამისთვის გვაინტერესებს, თუ არის დათვლილი წინასწარ რამდენად ეფექტური იქნება მკურნალობა. რა შედეგებია სხვაგან და რა თქმა უნდა ჩვენ შედეგებით ეჭვებით არა გვაქვს ინტერნეტ პროგრამა არ დაწყებულა, მაგრამ როცა გვექნება მე ალბათ ეს შედეგების გაიხსნება. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, შემიძლია პარალელი გავალოთ ჰეპატიტის პროგრამასთან. როდესაც უხაროდ ჰეპატიტის პროგრამასაც სკეპტიკოსების გამოხმაურება მოხდა და საკმაოდ კრიტიკული შეფასებებით იყო. თუმცა ამას რა თქმა უნდა საფუძველი რეალური არ აქვს, იმიტომ რომ მე პარალელი იმიტომ გავალე რომ ორივე შემთხვევაში ეს მედიკამენტი არის ის მედიკამენტი, რომელიც იძლევა პრაქტიკულად 100%-იან შანსს და შესაბამისად ეს იმას ნიშნავს და იმიტომ არის ეს პროგრამა, ესე ვთქვათ, წინასწარვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარმატებული, რომ რეალურად მედიკამენტი გვაქვს რევოლუციური, რომელიც ამ ყველაფერს ახერხებს. და ეხლა ეს იგივე ინტერფერონის შემთხვევაში ჰეპატიტის დროს ამის ესეთი ღია თქმის საშუალება არ იყო, თუმცა ეხლა რევოლუციური პრეპარატი სოფოსბურს და ჰარვაინს ისევე როგორც უძუსიმსის შემთხვევაში ჰერცეპტენი, რომელიც გვაძლევს ამ შანსს რეალურად და ამიტომ სკეპტიკოსები უკვე გამოჩნდნენ. მინდა დავამატო უბრალოდ რომ ეს მონაცემები არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და შესაბამისად ამ პრეპარატის ეფექტურობა დადგენილიც არის და მოიხმარენ ევროპაში და ამერიკაში. უკვე 10 წლის განმავლობაში 2000 რა თქმა უნდა 2000 განსაკუთრებული სტატუსი აქვს ამ მედიკამენტს ტიპოების შემთხვევაში განსაკუთრებით აქვს ჰერორი დადებითი შემთხვევაში. და ეს როგორც უკვე ჩვენ წინა ბლოგში გითხეს, განსაკუთრებით აგრესიული სიმსივნეებია და განსაკუთრებით ჭირდება ხოლმე ესეთი მიზანმიმართული თერაპია. ასევე არის ხოლმე კითხვები, როდესაც იწყება ხოლმე გარკვეული პროგრამები, რატო არჩევენ კონკრეტულად ერთ წარმოებელს, ამ შემთხვევაში კომპანიას არ დავასახელებთ, რეცეპტინის წარმოებელს და რატო არ არჩევენ სხვას. ხოლოდის კომპანია არის წარმოებელი და ხოლოდის კომპანია ამ შემთხვევაში ასკი ძალიან მარტივია და ასევე არის ხოლმე კითხვები ხარისხთან დაკავშირებით. და რამდენად ხარისხიანი იქნება, თუნდაც ის ფასის სხვაობა, რომელიც თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ეს ორჯერ უფრო იაფი იქნება, ხო არ შეიცავს რამე საფრთხეს იმისას, რომ წამალი იქნება ნაკლებად ხარისხიანი, ვიდრე თქვა ორჯერ უფრო ძვირი.
ანუ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წამალი ადრე ღირდა ამაზე იაფიც, მე უბრალოდ საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე გაიზარდა ეს ფასი, ხოლო შემდეგ ახლა ისევ დაუბრუნდა გარკვეულ ნიშნულს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ერთობლივი ბიუჯეტი პრაქტიკულად არის 10 მილიონი ლარი ჯანდაცვის და თბილისის მერიის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ დაფინანსებას და როდესაც პრაქტიკულად მოიცავ ამ კონკრეტული ჰერორი დადებითის მქონე პაციენტების ყველა მასას ამ შემთხვევაში ფასი არ შეიძლებოდა ყოფილიყო კიდე საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. ეს მარტივი საბაზრო ღირებულების როდესაც შევა პროგრამა უკვე ძალაში, ასე ვთქვათ, და რა ნაბიჯები უნდა გადადგას პაციენტმა იმისთვის, რომ მიიღოს ეს წამალი? მერის პროგრამა უკვე ძალაში არის, შესაბამისადაც უკვე განცხადებების მიღება მიღებულია უკვე აგერ პარასკევის მონაცემებით 12 განცხადება არის უკვე მიღებული. კონკრეტული განცხადებები უნდა წარადგინოს მერიაში. ანუ ამ შემთხვევაში მერის შემთხვევაში უნდა მოახდინონ განცხადებების მიღება და შესაბამისად უნდა იყოს დადასტურებული აღნიშნული დიაგნოზი როგორც ლაბორატორიულად, ასევე შესაბამისი ექიმის დასკვნით და რა თქმა უნდა იყოს წარმოდგენილი უკვე ის მკურნალობის ტარგეტული თერაპიის დამადასტურებელი ფორმაასი, რომელშიც გაწერილი იქნება თუ რა სქემით უნდა მოხდეს და რა რაოდენობით. ასე რაოდენობაც მისდევენ. ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში როგორ ხდება უმართვა? ამისო რეფერალურ დიახ, დაახლოებით იგივე საბუთებია. ახლა გეტყვით, ან ისე მომართვა ხდება რეფერალურ კომისიაზე. ჩვეულებრივად პაციენტის პირადობის დამადასტურებელი მოწყობა, ფორმაასი, დადასტურებული დაავადებით, ასევე ჩვენ შემთხვევაში გვჭირდება ანგარიშ ფაქტურა იმ აფთიაქებიდან და ეს აფთიაქებისია გამოქვეყნებულია ჩვენ საიტზე, რომელშიც უშუალოდ იმოქმედებს ეს ფასდაკლება და ასევე იქნება დამადასტურებელი მორფოლოგიური კვლევის ანალიზი, რომელიც ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს ამ საბუთებს. ეს არის სულ 4 საბუთი. ძალიან საინტერესოა, ანუ ამის მიმართვა ხდება მარტო ჯანდაცვის სამინისტროში თბილისში თუ სხვა რეგიონებში, სხვა ადგილობრივადაც შეუძლიათ პაციენტებს მიმართონ კონსულტების მისაღებად. რეფერალური კომისიის შემთხვევაში განცხადებები შემოდის ჩვენთან, ანუ ჯანდაცვის სამინისტროში, შესაბამისად ამ შემთხვევაში განცხადების მიმართვა ვერ ხდება რეგიონებში. მაგრამ აფთიაქები რეგიონების მიხედვით არის კებად. ანუ ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ყველაფერი კონცენტრირებულია თბილისში. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით თბილისის მოსახლეობას ისეთი ის ინფორმაცია, რომლითაც დარწმუნებული ვარ მაყურებელიც დაინტერესდება, მას შემდეგ რაც წარმოადგენს საბუთებს. შემდეგ უკვე როგორ ხდება, როგორია სქემა, ჩვენ როგორ ვიქცევით, სად ვიღებთ უკვე აი ამ წამალს? ანუ მერის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში უკვე გარკვეული 2-3 დღე არის განხილვის პროცესი, თუ ყველაფერი დოკუმენტაცია წესრიგში არის. შეიძლება თქვა, ბოდიში რომ გაწყვეტნებთ, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი კვლევები გახდეს საჭირო იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ პრეპარატი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა არ მგონია, იმიტომ რომ აქ თავი არის, რომ ლაბორატორიაში, რომელშიც დადგენილი არის დიაგნოზი, საერთაშორისო აკრედიტაცია კონდეს. ეს არის, იმიტომ რომ ამის დადგენა ყველა ლაბორატორიაში ვერ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, განხილვა და შემდგომში უკვე გაიცემა საგარანტიო წერილი, რომლითაც შეუძლიათ უკვე იმ აფთიაქებში, რომელშიც ასევე ჯანდაცვის სამინისტროში მონაწილეობენ ეს აფთიაქები, მიიღონ შესაბამისი პრეპარატები, შესაბამისი რაოდენობით. ანუ ჰერცეპტინის ფლაკონები მიიღონ დირექტორის სქემა ჩვენთანაც ანუ მომართოს იმ განსხვავებით, რომ რეფერალური კომისია იკრებება დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ და ამ პერიოდობით განიხილება საგარანტიო წერილს მიიღებენ ეს პაციენტები და საგარანტიო წერილთან ერთად აფთიაქში მიმართვით მიიღებენ მედიკამენტს. როგორც ბატონმა გელამ აღნიშნა, თბილისში უკვე დაწყებულია და რამდენიმე განცხადება უკვე არის თბილისის მერიაში. რაც შეეხება რეგიონებს. ჩვენ შემთხვევაშიც ანუ 4 თებერვალს განაცხადა ბატონმა მინისტრმა და რეალურად ეს თარიღი, ესე ვთქვათ, პრაქტიკულად ღიაა და განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია, რამდენიმე განცხადება უკვე შემოსულიც არის ზუსტი რიცხვი არ ვიცი. თუმცა პირველი კომისია ჯერ არ ჩატარებულა და პირველი კომისია როგორც კი ჩატარდება, უკვე მათ ექნება თამაშის. ანუ ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში დაახლოებით, ანუ მინიმალური ვადა რომ შემთხვევაში შეიძლება მიიღო დადებითი პასუხი, განცხადების არის 2 კვირის ვადა. მერის შემთხვევაში რა ვადაა? მერის შემთხვევაში მაქსიმუმ არის 1 კვირის განმავლობაში, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ქმნის არანაირ ამე შემაფერხებელ ფაქტორს მოქალაქეებისათვის.
რეალურად ერთს იღებენ თვეში ერთი ფლაკონი გამოსდით, სამკვირაში ერთი, ანუ რეალურად ეს არ შეაფერხებს მათი მკურნალობის პროცესს, ანუ რეალურად არ იმოქმედებს. ანუ ეს არა ისეთი დაგვიანება, რომლის გამო შეიძლება რაღაცა ტიპის პრობლემები შეექმნას. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის, ასეთი სასიამოვნო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ვისურვოთ, რომ ბევრი ასეთი პროგრამა გქონდეს ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში, მოდით ცოტა ხნით შევისვენოთ და დაუბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ ისევ სამედიცინო თემით.